დავიწყებ. ესე იგი, დღევანდელი ლექცია არის ჩვენი თავარი კურსის, მოსამზადებელი კურსი რა იყო მაგის ნაწილი. ბოლო ლექცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ჩატარდა და მაგიტომ ვატარებთ ახლა. და თემა არის დიალოგის სისტემები. ჩატბოტები და დიალოგის სისტემები. ერთ რამეს ვიტყვი, რომ სავარაუდოდ ძალიან ბევრი რამ იცით უკვე ჩატბოტებზე, იმიტომ რომ მთელი კურსის ბოლო ნაწილი მაგაზე იყო. დღევანდელი ლექციის თემა იქნება ნაკლებად დიდი ენის მოდელები და ზოგადად ენის მოდელები და უფრო მეტად ამოცანაზე ორიენტირებული დიალოგის სისტემები, რომელიც ნახავთ, რომ სულ სხვა არქიტექტურაზეა დაფუძნებული და სულ სხვანაირად მუშაობს. მაგაზე კონცენტრირებით დღეს და იქნება თეორიული ლექცია უფრო, მაგრამ ხო, ცოტა დეტალებში ჩავიხადებთ. დიალოგის სისტემებზე იცით და ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ყველგან რო ხდება ასე ChatGPT, Siri, Alexa და ბევრ სხვადასხვა ტიპის ამოცანას გვიჭრიან ხოლმე, როგორიცაა მუსიკის ჩართვა, იმის რა ქვია, მაღვიძარის დაყენება, გარკვეული ჯავშნები და ასე შემდეგ, ან კოდის წერა. რეალურად შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ორი განსხვავებული ტიპის დიალოგის სისტემა, რაც ფუნდამენტურ დონეზე რა. შეიძლება დღეს ცოტა მეტად ირწყვება ეხა ეს ორი, მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე განსხვავდება და რა განსხვავება არა გვაქვს პირველ რიგში ესეთი ამოცანაზე ორიენტირებული დიალოგის სისტემები, რომლებიც არიან ძალიან სპეციალიზირებულები და მათი მთელი მიზანი არის ის, რომ გარკვეული ამოცანა გადაგაჭრევინოს როგორც მომხმარებელს, ხო? და არსებობს მარტო მაგ ამოცანებისთვის. ოკეი? ასეთია მაგალითად Siri, Alexa, ან ნებისმიერი ვთქვათ, ბანკში რო შეხვალთ და ან ბანკში არა მაინც აქ რა მაგალითად ამოყვანილი, რომელიმე ავია კომპანიის საიტზე რო შეხვიდეთ და ფრენა რო დაგაჯავშნოთ, ხო, აი მაგ ასისტენტებზე მაქვს საუბარი. და მეორე მხარეს გვაქვს უფრო ზოგადი ჩატბოტები, LLM ჩატბოტები, რომლებსაც შეგვიძლია რომ ძალიან ბევრ რამეზე ვესაუბროთ. არ არიან იმდენად სპეციალიზირებულები, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ამოცანის გადაჭრა კარგად შეუძლიათ სპეციალიზაციის გარეშეც. და ხო, მოკლედ, უფრო ზოგადები არიან რა, მოკლედ, ეს განსხვავებაა და დღეს ვისაუბრეთ, მოკლედ, პირველი ტიპის ჩატბოტებზე, რომლებსაც სხვანაირად ვეძახით ამოცანაზე ორიენტირებულ დიალოგის აგენტებს. მიზანი, როგორც გითხარით, არის, რომ აქვს გარკვეული რამდენიმე ამოცანა განსაზღვრული და ეს ამოცანა უნდა გადაგაჭრევინოს მომხმარებელს. და ძირითადი არქიტექტურა, როგორც ახერხებს ამას, არის შემდეგი, რომ თითოეული ამოცანისთვის აქვს გარკვეული შაბლონი. ეს შაბლონი არის ველების ერთობლიობა. ოკეი? და რას ნიშნავს ეს, რომ თუ ამ შაბლონს ანუ ესეა მიღებული, რომ თუ ამ შაბლონის შევსება მოახერხა ინფორმაციით, ესე იგი შეძლებს მერე გარკვეული ამოცანის გადაჭრას ჩვენთვის. და მთელი მერე მიზანი ამ ასისტენტის არის ის, რომ შაბლონში მოცემული ინფორმაცია გამოგზავნოს, რომ მერე გარკვეული ამოცანა გადაგაჭრევინოს. აი მაგალითისთვის, შეიძლება ასე გამოიყურებოდეს ეს ფრეიმი, შაბლონი. თუ ამოცანა არის, რომ დავაჯავშნოთ ფრენა, შეიძლება შედგებოდეს მომდევნო 5 ველისგან, რომელიც არის საიდან მიფრინავთ, სად მიფრინავთ, დრო, თარიღი, დრო და ავიახაზი. ოკეი? თითოეულს განსაზღვრული აქვს თავისი ტიპი და ასევე ის კითხვა, რომლითაც გაიგებს პასუხს ასისტენტი. ოკეი? ხო, და ChatGPT და chatbot-ები ვიცით ასე რომ ამას გავიგებთ. აღჭირდება. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მოკლედ დღევანდელი ლექციის მთელი თემა არის ის, რომ აი ეს frame-based ასისტენტები გავიაროთ და ვნახოთ როგორ მუშაობს. ამ ლექციის მიზანი ის არის, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ სილაბუსში იყო ნახსენები, მოკლედ ეს ტრადიციული ძველი rule-based chatbot-ები. და შეიძლება რამე შეგხვდეთ აქედან და მაინც წარმოდგენა რო გქონდეთ, კარგი იქნება. თუმცა სანამ მაგაზე გადავალთ frame-based chatbot-ებზე, ჯერ ვნახოთ კიდევ უფრო პრიმიტიული რაღაცა წესებზე დაფუძნებული chatbot-ები და ორი ცნობილი ვერსია ამ chatbot-ის, Eliza და Perry.
დავიწყოთ ელაზეთი. მოკლედ ძალიან ადრე შექმნილი chatbot-ი არის, როგორც ხედავთ და რა ვიცი ამის საკითხოს ნამდვილად ახერხებთ ან ხედავთ, მაგრამ ჩვეულებრივად ახლა ეს ერთ-ერთი მაგალითია რომ საუბრის ადამიანთან და თუ გავითვალისწინებთ დროს, როდის იყო შექმნილი, საკმაოდ კარგად პასუხობს. ხო, დაუბრუნდები მაინც რო რქონეს და ანუ ერთ რამე ასეთ შეამჩნევდით თუ წავიკითხავთ არის ის რომ საუბრის ბოლოს შეუძლია რომ გაიხსენოს ის რაც ამ ადამიანმა საუბრის დასაწყისში უთხრა. რაღაცა boyfriend-ზე იყო რაღაც გარკვეული ნათქვამი და საუბრის დასაწყისში უთხრა boyfriend-ზე, ხო? ისე რომ იმას თუ გავითვალისწინებთ, როდის არის შექმნილი, საკმაოდ საინტერესო პროექტია. ახლა ვნახოთ როგორ მუშაობს. მთელი იდეა ამ ელაიზასი არის ის, რომ გაყვეს ამ როჯერიან ფსიქოლოგიის მიმართულებას და ეს ტიპი ფსიქოლოგიის რას მოიაზრებს, რომ პაციენტს ისე მიუბრუნოთ მისივე ნათქვამი, რომ უფრო მეტად ვალაპარაკოთ. Okay? და ანუ ეს ტიპი ანუ ისე შეგიძლია მოკლედ ეს გააკეთო, რომ თელ სამყაროზე ან ენაზე ან არაფერზე წარმოდგენა არ ქონდეს და გარკვეული ტრანსფორმაციებით შეგიძლია რომ მისივე ნათქვამი შეუბრუნო უკან ისე რომ გავდეს ადეკვატურ ნამდვილ საუბარს ხო და მოკლედ ეგ არის მოკლედ ამ ელაიზას მთელი მუღამი მაგას აკეთებს და აქ ნახოთ მოდი ერთ-ერთი მაგალითი რა თქვა პაციენტი თუ იტყოდა რომ წავედი ნავებით სასეირნოდ ფსიქოლოგი ეტყოდა მეტი მესაუბრე ნავებზე მაგალითად ხო ეს იმას არნიშნავს რომ ნავების შესახებ არის ის ფსიქოლოგმა უბრალოდ უნდა რომ თქვა რაც გარკვეულ მიზნამდე მივიდეს და რომ მეტად გახსნას პაციენტი მაგრამ ნუ ჩვენ შემთხვევაში ელაიზასთვის ეს მოსახერხებელი იმიტომ არის რომ ყოველგვარი ღრმა ცოდნის გარეშე ან ღრმა აღქმის გარეშე შეუძლია რომ საუბარი გააგრძელოს და დიალოგი კონდეს პაციენტთან ან მომხმარებელთან ვინც იქნება. აი ზემოთ ვავალთ, აქ ხედავთ რომ ყველა მაგალითში იგივეა, რომ აი თითქოს უკვე ანუ არაფერს თითქოს ადეკვატურად პასუხობს, მაგრამ არაფერს ახალს ან განსაკუთრებულს არ ეუბნება, ხო? აი უფრო ისე მიყავს საქმე, რომ თვითონ ალაპარაკოს, რომ აი თქვა ამბობს, რომ რაღაცა დეპრესია მაქვს რაღაცების გამო და წუხარო დეპრესია გაქვს და ასე შემდეგ, ხო? მოდი ვნახოთ ახლა როგორ მუშაობს ეს. მოკლედ მთელი არქიტექტურა არის გარკვეულ პატერნებსა და ტრანსფორმაციებზე დაფუძნებული. და აი მაგალითისთვის თუ გაქვს ასეთი პატერნი, რომ რაღაც you რაღაც me თითოეული პატერნისთვის გვაქვს შემდეგ ტრანსფორმაცია. და თუ ესე იგი მომხმარებლის პაციენტის მიერ შემოსული მესიჯი ექვემდებარება გარკვეულ პატერნს, იმ უკვე წინასწარ გაწერილ ტრანსფორმაციას უკეთებთ და მაგ ტექსტს უბრუნებთ. ეგ არის იდეა. და ამ შემთხვევაში რას ვიზამთით მაგალითად, რომ ამ კონკრეტული პატერნისთვის გვექნებოდა ასეთი ტრანსფორმაცია, რომ რა გაფიქრებს, რომ მე მესამე შესაბამება აი ამას შენ. Okay? და აი მაგალითისთვის შენ ზუგვარო რომ მოეწერა ამ ტრანსფორმაციით ჯერ ერთი ამ პატერნს მოერგებოდა ხო იმიტომ რომ ნუ ენერგება ხედავთ ამას და მე იმას გავაკეთებდით რომ გადავიყვანდით ტრანსფორმაციას გავუკეთებდით და ვუპასუხებდით მოკლედ შემდეგ messages. Okay? აი ეხა უფრო ზოგადად რო შევხედოთ, ელაიზა შედგება keyboard-ებისგან. როგორ არის ეს წესები ორგანიზებული რა? გვაქვს keyboard-ების ცნება, ან რაღაც კონკრეტული სიტყვები არსებობს, რომლითაც გაწერილი გვაქვს პატერნი და ეს სიტყვა აუცილებლად შედიოდეს ამ პატერნში, ანუ აუცილებლად მოთხოვნა და შემდეგ თითოეული პატერნისთვის გვაქვს ტრანსფორმაციების სია. და ეს ტრანსფორმაციებიც ხო, ტრანსფორმაციების სია გვაქვს. აი მაგალითისთვის keyword შეიძლება იყოს you-თვის გვაქვს ესეთი პატერნი გაწერილი.
და მოცემული გვაქვს ქვემოთ კიდე მისი ტრანსფორმაციები, ანუ რა ტექსტად შეგვიძლია დავუბრუნოთ, რა მესიჯად შეგვიძლია რომ გადავიყვანოთ, რასაც ვუპასუხებთ. და ჯამში გვაქვს ბევრი ასეთი keyword-ი და მე თითოეულ keyword-ისთვის ასეთი ტრანსფორმაციები. ხო, რაც შეეხება keyword-ებს, keyword-ებიც არის რანკირებული. ანუ მაგალითად, რაც უფრო სპეციფიკურია keyword-ი, მით უფრო მაღალი წონა აქვს. იმიტომ რომ გვინდა რომ ოდნავ უფრო კონკრეტული გავხადოთ მესიჯი და არა ზოგადი. აი მაგალითისთვის თუ keyword ძალიან ზოგად keyword-ს ავიღებთ, როგორც არის სიტყვა I, რომელიც შეიძლება ყველა წინადადებაში გვხვდებოდეს. ამ I-ზე დაფუძნებული პასუხი არ იქნება კონკრეტული, ან ძალიან ზოგადი იქნება, მოკლედ რა, თქვა თუ ამასეთ თუ მომხმარებლის მესიჯი იქნებოდა, რომ ვიცი რომ ყველა დამცინის I-ს თუ მოვარგებდით, ანუ I keyword-ის ტრანსფორმაციას თუ მოვარგებდით, თქვა აი ასეთ რამეს უპასუხებდით, რომ შენ ამბობ, რომ ყველა დამცინის, ხო? ხო, ერთ რამეს გავუსვამ ხას, რომ აქ ELIZA-ს დამატებითი წესები აქვს, რომელიც პირს ცulis ხოლმე რა. ეხლა აი აქ თქვა პირდაპირ რო გადმოეკოპირებინა ეს ნაწილი, რაც აი ამ ტრანსფორმაციის მიხედვით უნდა გადმოაკოპიროს, მაშინ et use მაგირად et me იქნებოდა, ხო? მაგრამ ეს დამატებით აქვს მე ELIZA-ს, რომ პირი შეუცვალოს და ასეთი გრამატიკული წესები გაითვალისწინოს. ხო, მოკლედ, იდეა ეს არის, რომ რაც მეტად სპეციფიკურია keyword-ი, მით უკეთესი, იმიტომ რომ მისი ტრანსფორმაციები იქნება უფრო მეტად სპეციფიკური და შეესაბამება მაგ keyword-ს. Okay? და აი ეს მაგირო თქვა everybody ან ყველა რო აგვერჩია. შეგვეძლო რომ ასეთი რამ გვეკითხა, რომ აი ვიზე კონკრეტულად ვიზე გაქვს HP, ვიზე ფიქრობ. Okay? რაც გვეპასუხა. და ანუ იმპლემენტაციის მხრივ როგორ იქნებოდა, რომ ეს keyword-ების სია რო გვაქვს, ყველას უფრო მაღალი ქულა იქნებოდა, მაღალი პრიორიტეტი იქნებოდა, ვიდრე I-ს. ეხლა ვნახოთ ფსევდოკოდი. ეს რაღაცას ვაკეთებთ. დავუშვათ პაციენტი ან მომხმარებელი, ვინც არის, არა საჭირო პაციენტი იყოს, გვაძლევს ტექსტს, რაც message-ს წერს. ამ message-ში ვეძებთ სიტყვას, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი რანკი. ანუ ისეთ keywords ვარჩევთ, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ქულა. ეხლა ორი ვარიანტია, შეიძლება ასეთი სიტყვა არსებობდეს, ერთ სულ ფანჯარას დავკეტავ. ორი ვარიანტია მოკლედ, შეიძლება ასეთი სიტყვა არსებობდეს ან არ არსებობდეს. დავუშვათ რომ არსებობს. მაშინ რას ვაკეთებთ, რომ ვირჩევთ წესს ამ კონკრეტული სიტყვისთვის. ვუკეთებთ ტრანსფორმაციას და ვიგებთ პასუხს და ვუბრუნებთ ამ პასუხს. და ერთი დამატებითი if statement-ია, რომ თუ ეს keyword-ი არის სიტყვა my, მაგ შემთხვევაში ამ მოწერილ ტექსტს ვიმახსოვრებთ და ამას ვნახავთ მე რატო ვიმახსოვრებთ, რა. ამას ცოტა ხანში ვნახავთ რა ხდება აქ. და იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ასეთი სიტყვა, თქვა დავუშვათ ისეთი რამ მოგწერა პაციენტმა, რომ არც ერთი სიტყვისთვის რაც მაგ ტექსტში არის, არ გვაქვს keyword-ი და ტრანსფორმაციები განსაზღვრული. ხო? მაგ შემთხვევაში უკვე წინასწარ განსაზღვრულ ტექსტებიდან ერთ-ერთს ვუბრუნებთ, ან აი ზემოთ მეხსიერება რო ვახსენე, აქედან ვიგებთ რამეს. ხო და მოკლედ ეს წინასწარ ან თუ none არის, მოკლედ იმ შემთხვევაში თუ სიტყვა ვერ ამოვიცანით, ვამბობთ, რომ სიტყვა ეს keyword არის none და აი placeholder text მივწერდით, მაგალითად განაგრძიან ხედავან საინტერესო ან ასე შემდეგ. მაგრამ მეორე ვარიანტი არის, რომ მეხსიერებიდან ამოვიღოთ და ეხლა ვნახავთ ეს my რა საჭირო იქ. მოკლედ ესეთი რაღაცაა, რომ მაშინ, ანუ თუ მოწერილ message-ში my არის ყველაზე მაღლად რანკირებული keyword-ი, დავუშვათ აი ისეთი რაღაც მოგწერა პაციენტმა, რომ ხო ან ზოგი სიტყვა არც გვაქვს საერთოდ, ან რაც გვაქვს, მაქედან ყველაზე მაღალი რანკი აქვს my-ს. მაგ შემთხვევაში მაგ ტექსტს ვინახავთ უბრალოდ. Queue-ში ვინახავთ, first in first out queue-ში ვინახავთ. ხო. და გარკვეულ ტრანსფორმაციას ვუკეთებთ მასაც. აი მაგალითად აი ზემოთ მაგალითი გქონდა კიდეც boyfriend-ზე რაღაც მითხრა, ხო? მაგას შევინახავდით და
ასეთ ტრანსფორმაციას გავუკეთებთ, რომ მოდი ვისაუბროთ რატომ მოხდა რაღაც, რაც მიწერა იმან. ხო, და იმ შემთხვევაში თუ შემდეგ, ეს ამას მოკლედ დავიმახსოვრებდი და იმ შემთხვევაში თუ შემდეგ ისეთი keyword-ი შემოგდის, რაც ისეთი ტექსტი შემოგდის, რომელსაც კაი keyword-ი არ გვაქვს, თითქოს მაგას გავიხსენებდით რა, რომ საუბარი გაგვაგრძელებინა. ეგ არის ამ მემორის მუღამი. Okay. რამე კითხოს თუ სვამთ, იცოდეთ რომ არ მინახავს. ეხლა ვნახე და არაფერი არ არის. მოკლედ ეგ არის ელაიზა და გზა, ერთ-ერთი გზა არის იმისა, როგორ შეგვიძლია რომ წესებზე დაფუძნებული chatbot-ი შევქმნათ. და პერი არის ელაიზას ოდნავ განვითარებული ვარიანტი. და მთავარი რამ რაც დაამატეს პერიში იყო ის, რომ chatbot-ს უკვე ქონდა გარკვეული state, გარკვეული მდგომარეობა. პირველ რიგში იმას ვიტყვი, ეს პერი იყო მოდელი, რომელიც შექმნეს, რომ შექმნეს რისთვის, რომ შიზოფრენიით, ფსიქოლოგებმა შექმნეს, იკვლევდნენ შიზოფრენიას, რომელიც არის ფსიქიკური დაავადება. და უნდათ რომ ამ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის სიმულირება უნდათ რა, უნდათ რომ chatbot-ი შეექმნათ მსგავსად, რომ თქო მე უკეთესად შეესწავლათ სავარაუდოდ. ხო და ეს პერი არის ჩათვალეთ რომ შიზოფრენიით დაავადებული chatbot-ი. და როგორ რა სიახლეებია პერიში ელაიზას შემდეგ. თავარი სიახლე არის ეს, რაც გითხარით, რომ გარკვეული მენტალური state-ი აქვს. ინახავს სამი ცვლადისთვის მნიშვნელობას, რომელიც მე ასახავს მის states. ეს სამი ცვლადი არის სიბრაზე, შიში და უნდობლობა. და შემდეგ რა ხდება, რომ ყოველი მესიჯი, რასაც მივწერთ პერის, შემდეგ ცვლის მის states. ხო, მაგალითად თუ შეურაცხყოფას მივაყენებ და რაღაც უხეშად მივწერთ, ბრაზის ცვლადი აიწევს მაღლა. თუ თბილად ვესაუბრებით, დაიწევს. და ასე შემდეგ, მოკლედ სხვა მსგავსად ექნება გავლენა შიშზე და უნდობლობაზეც. და შემდეგ მუღამი ის არის, რომ პასუხს როცა პასუხობს, მოკლედ რა ხდება, ხო, user input შემოგვივიდა, ამ input-მა ოდნავ შეცვალა ან არ შეცვალა ეს state-ი, ეს სამი ცვლადი. და შემდეგ იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაშია, თქო, ძალიან შეშინებულია, ძალიან გაბრაზებულია თუ ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე პასუხობს. და ესეც გაწერილია რა, თქო, და ამ შემთხვევაში ასე უპასუხა, ამ შემთხვევაში ისე უპასუხა და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ორივე მიდგომის დროს გვიწევს ძალიან ბევრი წესებისა და ტრანსფორმაციების გაწერა ხელით. აი, მოვჩით ეს პირველი ნაწილი. და ეხლა მოდი გადავიდეთ აი ამ frame based ასისტენტებზე. ხო, ესე იგი შეგახსენებთ, რომ საუბრობთ ამოცანაზე ორიენტირებულ ასისტენტზე, რომლის მიზანიც არის, რომ მომხმარებელს დაეხმაროს გარკვეული ამოცანის გადაჭრაში. ესეც საკმაოდ ძველი არქიტექტურაა, ეს თავდაპირველი სახით, რასაც ეხლა გავივლით 1977 წელს იყო შექმნილი. და მოკლედ მთელი მუღამი ის არის, რომ ამ ასისტენტს გააჩნია ერთი ან რამდენიმე ფრეიმი. თითოეული ფრეიმი წარმოადგენს იმ განზრახვას, ან ამოცანას, რისი შესრულება შეიძლება უნდოდეს მომხმარებელს. თითოეული ფრეიმი შედგება ველებისგან და ამ ველების შევსება გვინდა, შეივსება თუ არა, მე მზად ვართ, რომ დავეხმაროთ მომხმარებელს მაგ ამოცანის გადაჭრაში. ეს ვნახეთ უკვე რაც არის ასე რომ გავიაროთ. ხო, და ეხლა ჯერ გავივლით ოდნავ მარტივ პრიმიტიულ ვერსიას, რაც ადრე იყო შემოთავაზებული და შემდეგ ვნახავთ იმავე იდეით, უბრალოდ უფრო თანამედროვე კომპონენტებით, ესე ვთქვათ, როგორ შეგვიძლია რომ გავაუმჯობესოთ ეს მიდგომა, რა ვთქვათ, დავიხმაროთ გარკვეული ნეირონული ქსელები,
უფრო ხო, პრინციპში დავიხმაროთ ნეირონუქსელები, რომ უფრო ანუ მოკლედ უფრო ძლიერი ასისტენტი გქონდეს და უფრო მეტი ამოცანის გადაჭრა შეეძლოს. მოდი ნახოთ ახლა მაგალითი როგორ იმუშავებდა ასეთი ასისტენტი. გასს ეძახიან შემოკლებით, იმიტომ რომ მგონი არ ვიცი რა. მაგრამ ეგრე ქვია. ხო, პრობლემებრივად ესალმება მომხმარებელს და ეუბნება ვინ არის და რის გაკეთება შეუძლია. და შემდეგ როგორც ხედავთ, მომხმარებელი აწვდის გარკვეულ ინფორმაციას, გას აქვს იმის უნარი, რომ ამოიგოს ამ ინფორმაციიდან მნიშვნელოვანი რაც არის, მაგალითად, რომ სან-დიეგოში მიდის 28 მაისს და ასევე დაუსვას კითხვა, რაც რისი გარკვევაც აინტერესებს იმისთვის, რომ შემდეგ ვთქვათ, ფრენა დაჯავშნოს. და ამ შემთხვევაში ეს კითხვა არის კონკრეტულად რა დროს გინდა წასვლა. შემდეგ ეს კლიენტი ეუბნება, როდის უნდა რომ იყოს სან-დიეგოში და აქედან გამომდინარე სისტემა თავაზობს ერთ-ერთ ვარიანტს ფრენის. და მოკლედ მთელი საუბარი ახლა ამას აღარ გავყვებით, მაგრამ მოკლედ ასე შეიძლება მუშაობდეს. ოკეი. მოკლედ ფარდის უკან რა ხდება, რომ ყოველი არა ეს თქვით უკვე, ასე რომ გავიაროთ. მოკლედ როცა ფრეიმი შეივსება, მე უკვე ვაკეთებთ წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციას ხოლმე. ხო, და ნუ წესების ველების შევსებაში შეგვიძლია რომ გარკვეული წესები დავამატოთ, მაგალითისთვის თუ ვიცით რომ ფრენის დანიშნულება არის გარკვეული ქალაქი და თუ თქვათ მომხმარებელს უნდა სასტუმროს დაჯავშნას, შეგვიძლია რომ დავუშვათ რომ დაჯავშნა უნდა ამ ქალაქში და არა სხვაგან და მაგიტომ სასტუმროს ლოკაციად ავიღოთ ეს ფრენის ლოკაციაც რა. აუ, ერთი წუთი ძალიან ერთ წამში დავბრუნდები ზუსტად. შემოვიდი სერიოზული წვიმა აქეთ. ხო და მოკლედ ესეთი წესები შეგვიძლია რომ შევიმუშაოთ ჩვენით, რომელიც თქვათ უმნიშვნელო და არასაჭირო კითხვებს არ დასვამს. ხო და ერთ სისტემა შეიძლება რამდენიმე ფრეიმი ქონდეს როგორც გითხარით, იმიტომ რომ Windows-ს რო რამდენიმე სხვადასხვა ქვემოცანის შესრულება შეეძლოს, როგორც არის სასტუმროს დაჯავშნა, მანქანის დაჯავშნა და ასე შემდეგ. შესაბამისად, გვინდა რომ ქონდეს ესეთი მექანიზმი ამ გას სისტემაში, რომელსაც მომხმარებლის მესიჯიდან გამომდინარე შეიძლება რომ ამოიცნოს შემდეგი ინფორმაცია. პირველ რიგში დომეინი. ეს დომეინი შეიძლება იყოს ერთი ან შეიძლება იყოს რამდენიმე, მაგალითად შეიძლება თქვათ ზოგიერთი ამოცანა იყოს დაკავშირებული ამინდთან, ზოგი იყოს ფრენასთან, ზოგი იყოს მაღვიძარასთან და ასე შემდეგ. ანუ პირველ რიგში ამის ამოცნობა გვინდა, ანუ ზედა კატეგორიის. შემდეგ გვინდა ამ კატეგორიისთვის ქვეამოცანების ამოცნობა, თქვათ იქნება ეს ფილმის მოძებნა თუ ფრენის ჩვენება თუ დაჯავშნა თუ ასე შემდეგ. და ამ ორთან ერთად თუ მესიჯი მოიცავს გარკვეულ ველს, საჭირო ველს, ამის ამოღებაც უნდა შეეძლოს. ასეთ სისტემა გვინდა ახლა რომ შევქმნათ ხომ. უბრალოდ ეს შეუძლია გას და ამას აკეთებს პრინციპში არ ვსაუბრობთ მაგაზე როგორ აკეთებს, იმიტომ რომ აკეთებს რეგულარული გამოსახულებებით და გრამატიკული წესებით და ასე შემდეგ. წინასწარ არის ხელით გაწერილი რა. აი მაგალითისთვის თუ ესეთი მესიჯი შემოგვიდოდა რომ
ბოსტონიდან სან-ფრანცისკომდე მინდა ფრენა სამშაბათს. იდეალურ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია უნდა ამოგვეღო აქედან, რომ დომენი არის ფრენა, ამოცანა თუ განზრახვა არის ფრენების ჩვენება, საწყისი ქალაქი, საბოლოო ქალაქი, დრო და თარიღი და ასე შემდეგ. ან იმ შემთხვევაში თუ სხვა გამაღვიძეო გვეუბნება 6-ზე, ამოვიგებდით რომ დომენი არის მაღვიძარა, ინტენტი არის მაღვიძარის დაყენება. და შემდეგ სლოტს ამოვიგებდით, ანუ ველი რაც არის საჭირო რომ ეს ამოცანა შევასრულოთ, დროს ამოვიგებდით 6 საათს დილის. ხო, და როგორც გითხარით, ანუ თავდაპირველ ვერსიაში კარგი გზები არ იყო იმისთვის, რომ ესეთი ველები ამოიღოთ. საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ ვენა იცით, რომ მრავალნაირია და რთულია, რომ წესები მოარგო ენას. თუმცა მასაც ცდილობდნენ და გარკვეული რეგულარული გამოსახულებებით და წესებით ცდილობდნენ, რომ ამოიღოთ ინფორმაცია, აი მომდევნო ინფორმაცია, რა დომენია, რა მიზანია და ველები და ასე შემდეგ. ხო, შეგიძლია ვთქვათ, აი ყველა უმარტივეს შემთხვევაში ხო თუ ტექსტი ახსენებს სიტყვა მაღვიძარას, მაშინ გამოვიცნობდით, რომ დომენი არის მაღვიძარა. კიდე მაღვიძარასთან დაკავშირებული. ხო და რაც შეეხება პასუხის დაბრუნებას, ყველაზე მარტივ შემთხვევაში შეგვიძლია რომ უბრალოდ ფიქსირებული ტექსტები გქონდეს, თქვა მისალმებისთვის ან თითოეული ველისთვის რა ამ ველის გაგება რო გვინდა, რა უნდა ვკითხოთ, ხო? ან შეგვიძლია რომ გარკვეულწილად პარამეტრიზირებული ტექსტები გქონდეს, რომელიც დამოკიდებული არის მნიშვნელობაზე, თქვა ქალაქის დანიშნულების ქალაქის ან საწყის ქალაქის და ასე შემდეგ. თან წინასწარ გაწერილი ტექსტებით პასუხობთ. ხო და ეს არის მგონი ყველაზე მარტივი ვარიანტი, ანუ თქვა რა მინუსები აქვს ამას რა. ერთი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ასე წესებზე დაფუძნებულ მიდგომას წესებს დაფუძნებულ ინფორმაციის ამოღებას უფრო სწორედ, რომ კი ბატონო, დადებითი მხარე ის არის, რომ მაღალი precision აქვს, მაღალი სიზუსტე აქვს, იმიტომ რომ თუ ამოიღებ ინფორმაციას ასე იცი, რომ ზუსტია, იმიტომ რომ ზუსტად ემთხვევა იმ წინასწარ გაწერილ გამოსახულებას, რაც შენ უკვე შეიმუშავე, მაგრამ თავარი უარყოფითი მხარე არის ის, რომ აქვს ძალიან დაბალი recall-ი. ანუ ბევრს გამაზავ, ბევრს ვერ ამოიგებ. იმიტომ რომ ოდნავ სხვანაირად თუ მოგწერა მომხმარებელმა ისე, რომ წინასწარ არ გაგვითვლია, როგორ მოგწერდა, მაგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ამოვიგებთ საჭირო ინფორმაციას. ხო და ეგ მოკლედ, ანუ აი ძალიან მარტივად რო წარმოვიდგინოთ როგორ იმუშავებდა ასეთი სისტემა, ხო? მესალმებით მომხმარებელს, მომხმარებელი წერს რა უნდა ჭირდება, რა უნდა. ვცდილობთ რომ ამოვიღოთ ეს კონკრეტული ინფორმაცია, რასაც აი აქ ხედავთ, ისე და ისე ამ წესებით. პირველ რიგში ვიგებთ რომელი ფრეიმი უნდა და შემდეგ ნახულობთ ამ ფრეიმის სლოტები რაც არის, მაგ სლოტებს რომელიმეს ავსებს თუ არა ეს მის მიერ მოწერილი მესიჯი. თუ შეავსო ყველა სლოტი, მაშინ ვასრულებთ იმ ქმედებას რაც გაწერილი გვაქვს წინასწარ. თუ ვერ შეავსო, მაშინ თითოეული სლოტისთვის გარკვეული კითხვა გვაქვს უკვე შესაბამებული და მაგ კითხვას ვუსვამთ მომხმარებელს და ასე ვაგრძელებთ, სანამ არ შეივსება ფრეიმი და მერე ვახორციელებთ ფრეიმს და ასე შემდეგ, მოკლედ, ასეთი მარტივი სისტემაა. აი, ეხლა ვნახოთ როგორ შეგვიძლია რომ უბრალოდ განვავითაროთ ეს მიდგომა. ანუ პრინციპი იგივეა. თუმცა აქ უფრო მეტი კონტროლი გვაქვს. ეხლა აქ ხმოვანი ასისტენტია მოყვანილი, ხმა დიდად არ გვაინტერესებს, აქ არ არის მოკლედ რელევანტური, ამიტომ დავუშვათ რომ ისე ტექსტური ასისტენტი გვაქვს საუბარი. ასეთ ასისტენტებში ძირითადად ეს 4 კომპონენტია ხოლმე. პირველი არის აღქმის კომპონენტი NLU, რომლის მიზანიც არის, აი რაც თქვა პრიმიტიულ ვერსიაში ვახსენე, ზუსტად იგივე მიზანია, რომ ამოიღოს დომენი, ამოიღოს ინტენტი რა აქვს მომხმარებელს და ასევე ამოიღოს სლოტები თუ არის მოცემული მესიჯი. შემდეგ გვაქვს state tracker-ი.
და ამ კომპონენტის მიზანი არის, რომ დიალოგის ისტორია შეინახოს. Okay? On შეინახოს აი ამ ასეთი სტრუქტურირებული ფორმით და არა ტექსტობრივი ფორმით, იმიტომ რომ ასეთ სისტემებში ჩვენ ტექსტთან ნაკლები შეხება გვაქვს. NLU რო ამოიღებს სტრუქტურირებულ მონაცემს, ინფორმაციას, შემდეგ მუშაობ მხოლოდ ამ ინფორმაციაზე, ისევ და ისევ იმიტომ რომ თქვათ LLM-ისგან განსხვავებით, დიდი ენის მოდელებისგან განსხვავებით, ხო? როგორც ხედავთ, ეს არქიტექტურა არის ძალიან მოდულარული, ანუ შედგება პატარ-პატარა ქვეკომპონენტებისგან. იმისთვის რომ ამან კარგად იმუშაოს და ანუ ასევე გვაქვს ბევრად მეტი კონტროლი აქვს, ხო? იმიტომ რომ ჩვენზეა დამოკიდებული თითოეულ ეტაპზე რას გააკეთებს თითოეული სისტემა. და იმისთვის რომ მეტი კონტროლი გქონდეს და მეტად ეფექტური სისტემა გამოგვივიდეს, ბევრად მარტივია რომ იმუშაოთ სტრუქტურირებულ მონაცემებზე და კატეგორიებზე და მინიმალ, თქვათ ხო აი ესეთ სტრუქტურირებულ მონაცემებზე, ვიდრე პირდაპირ ტექსტზე. მაგიტომაც NLU-ს მერე უკვე გვაქვს მხოლოდ ასეთ ტიპის keyword-ებთან და კატეგორიებთან, წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიებთან შეხება. მოკლედ ამას ავაგებს DST და Dialog State Tracker. რასაც მერე იყენებს მომდევნო კომპონენტი, რომელიც არის ჩვენი დიალოგის policy. ამ policy-ის მიზანი და იდეა არის ის, რომ ისტორიიდან გამომდინარე, დიალოგიდან გამომდინარე დააგენერიროს და შეიმუშაოს მომდევნო ქმედება ჩვენი ასისტენტის, ანუ რას იზამს. ეს არის ჩათვალეთ twin-ი ასისტენტის, რომელიც ცდილობს დაგეგმოს მომდევნო ქმედება. და შემდეგ შეიძლება გქონდეს ესეთი, შეიძლება კიდევ გვაქვს NLG კომპონენტი, რომელიც აი ამ ქმედებიდან გამომდინარე აგენერირებს ტექსტს, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს. ხო, როგორც ზემოთ აღწერე, ეს 4 კომპონენტი გვაქვს: NLU, State Tracker-ი, Policy, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, რაც წინა სისტემაში გქონდა, რომ უბრალოდ frame შეხედე, რომელიც სლოტის არ გაქვს იმის კითხვა დაუსვი. ან შეიძლება ოდნავ უფრო მეტად განვითარებული იყოს და შეეძლოს, თქვათ, რაიმე თუ ვერ გაიგო იმ კითხვის ახლიდან დასმა, ან გამეორებინება, ან რო დაგაზუსტებინოს რამე, ხო? აი თქო ასეთი ფუნქციონალი შეიძლება რომ შევძინოთ, რათა უფრო გავდეს ადამიანურ საუბარს და არ იყოს ძალიან რობოტული. და ხო NLG კომპონენტი, რომელიც უბრალოდ აი ამ ქმედებებიდან აგენერირებს ტექსტს. ხო და ეხლა ქვემოთ ნახავთ თითოეულ კომპონენტს უფრო დეტალებში. მაგრამ სანამ გადავალთ მაგ კომპონენტებზე, იქამდე ვისაუბროთ დიალოგის ქმედებებზე, dialog acts. მოკლედ რა ხდება ახლა აქ, რომ ასეთი იდეა შემოგვაქვს, რომ კატეგორიზაცია გავუკეთოთ ყველაფერს, რის თქმაც შეუძლია მომხმარებელს ან რის თქმაც შეგვიძლია ჩვენ. Okay? ჩვენ ანუ bot assistants ამ შემთხვევაში. Okay? და ანუ ეს ნახავთ ქვემოთ მერე ბევრად მოსახერხებას ხდის ასეთი policy-სა და NLU-s კომპონენტების გაწვრთნას. აი მაგალითისთვის შეიძლება გქონდეს ასეთი ქმედებები, როგორც არის მისალმება, ინფორმაციის მიცემა, თქვა ეს მისალმება და პირველი ორი, როგორც ასისტენტმა, ასევე შეიძლება მომხმარებელმა თქვას. შეიძლება გქონდეს რაიმე მნიშვნელობის მოთხოვნა, შეიძლება გქონდეს ალტერნატივის მოთხოვნა, რაიმეს დადასტურება, არჩევა, უარყოფა და უარყოფა ისე რომ შეასწორო და ასე შემდეგ, დამშვიდობა და ასე შემდეგ მოკლედ. თითოეულს აქვს თავისი აღწერა და თითოეული შეიძლება იყოს, შეიძლება კიდევ ძირითადად იქნება პარამეტრიზირებულიც, ანუ დამოკიდებული იქნება იმ ინფორმაციაზე, რაც ტექსტშია. აი მაგალითისთვის. დავუშვათ, რომ გვაქვს ასეთი დიალოგი. მომხმარებელს უნდა რომ იპოვოს სადმე შეჭამს. თითოეულ ქმედებას, თითოეულ ტექსტს გადავიყვანდით უკვე წინასწარ განსაზღვრულ ქმედებაში, რომელიც არის და ამისთვის ცალკე კომპონენტი გვაქვს, რომელსაც ეს შეუძლია მოკლედ.
როგორც აი მაგალითად პირველი არის მისალმება და შემდეგ რა ინტერესებს მომხმარებელს ხო, უნდა რომ იპოვოს რესტორანი. შემდეგ ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ შემდეგ ამაზე დაყრდნობით, მოკლედ აი პოლისის ჩათვალეთ რა ის გადაეცემა მე. ოკეი? და ამაზე დაყრდნობით გაწვრთნილია წინასწარ უკვე ასეთი ტიპის სტრუქტურირებულ მონაცემებზე, სტრუქტურირებულ დიალოგებზე. და მაგაზე დაყრდნობით აგენერირებს მომდევნო ქმედებას, რაც არის რომ confederate ხო პირველ რიგში დაუდასტურო რომ შენ ეძებ რესტორანს, კი ბატონო გავიგეთო და მე მოითხოვო ინფორმაცია რა ტიპის საჭმელი უნდა. ოკეი? ხო და ფარდის უკან რა მოხდება ესე იგი რომ აი ამაზე დაყრდნობით, ესე იგი ჯერ NLU კომპონენტი გვექნება რომელიც ამოიღებს ამ ინფორმაციიდან თავი რაც არის რომ რა მოცანა არის, რა ტიპის რესტორანზეა საუბარი, ასევე ეს კომპონენტი შეიცავს ხოლმე რომელი ქმედებაა დიალოგის მაგის ამოღებასაც. შემდეგ ეს გადაეცემა ჩათვალეთ პოლისის, რომელიც დააბრუნებს აი ამ ქმედებას, ანუ დადასტურებას და მოთხოვნას, ასეთი ქმედება არის. და უფრო კონკრეტული მონაცემები და ინფორმაცია რაც არის რომ ვითხოვთ რესტორანსთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კონკრეტულად საკვებზე. ვეკითხებით რა ტიპის საკვები უნდა. და შემდეგ NLG კომპონენტს გადაეცემა ეს, რომელიც აგენერირებს აქედან გამომდინარე აი ესეთ ტექსტს, რომელიც მომხმარებელს გადაეცემა. და ასე ვაგრძელებთ მოკლედ. შემდეგ მომხმარებელი გვეტყვის რომ იტალიური უნდა სადმე მუზეუმთან, NLU ამოიღებს მნიშვნელოვანი ინფორმაციას, რაც არის საჭმლის ტიპი, რომ არის იტალიური და სად უნდა იყოს მუზეუმთან უნდა იყოს. და ასე შემდეგ მოკლედ ამაზე აქედან გამომდინარე დავაგენერირებთ მომდევნო ქმედებას და ასე გრძელდება სანამ არ მოვთხრობთ. ოკეი. ხო და ესე იგი ეს slot filling-ი გვინდა რომ მანქანური სწავლებით გავაკეთოთ, იმიტომ რომ რეგექსებით რთულია, ხო? და ამისთვის რა უნდა ვქნათ, რომ შევქმნათ გარკვეული მოდელი, რომელსაც გადაეცემა მომხმარებლის მიერ შემოყვანილი ტექსტი და ამოიცნობს intents, ამოიცნობს slot-ებს და ყველა თქვათ მსგავს საჭირო ინფორმაციას. ხო და ესეთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, BIO თაგერი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც რეალურად არის სიტყვის დონეზე კლასიფიკატორი და თითოეულ სიტყვას აკლასიფიცირებს შემდეგი მიმართულებით, არის O, ანუ არანაირი slot-ის მნიშვნელობა არ არის ეს კონკრეტული სიტყვა. შემდეგ ერთი ვარიანტი რომ B კონდეს და კონკრეტული slot-ი რაც ნიშნავს რომ slot-ი ამ სიტყვიდან იწყება. და შემდეგ I და კონკრეტული slot-ი რაც ნიშნავს რომ შუა ნაწილი არის კონკრეტული slot-ის. ოკეი? და მოკლედ ამას ვასწავლით მე მოდელს რომ თითოეულ ტექსტისთვის ასეთი თაგები დააგენერიროს და აქედან ამოვიგებთ შემდეგ მე slot-ისთვის მნიშვნელობებს. ამოვიგებთ თქვათ დანიშნულების ადგილს რა არის სან-ფრანცისკო და დრო რო არის ორშაბათი ну ამას რო ეხა მონაცემები გასაწვრთნელი მონაცემები ჭირდება ეგ ვიცით. ანუ ეს ჰაიერზე ვერ გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში ეხა ხოს პატარ-პატარა მოდელებზე საუბარი ეხა LLM-ს თუ გადასცემის გააკეთებს, მაგრამ რა მოდელებიც გამოიყენება აქ, ისინი უნდა გავწვრთნათ. ხო და ბარემ შეგვიძლია რომ ერთი მოდელი გქონდეს NLU-ისთვის და არა მხოლოდ თქვათ ამავე მოდელს, რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში იქნებოდა BERT-ი, თითოეული სიტყვისთვის დაგვიბრუნებდა კონკრეტულ tags, არის თუ არა რომელიმე slot-ის მნიშვნელობა და შეგვეძლო რომ ბარემ ეს output-ი რაც ექნებოდა BERT-ს გამოგვეყენებინა იმაში რომ გაგვეგო ეს domain-ი და intent-იც. და ანუ აქ მაგას აკეთებენ რომ ბოლო ტოკენს იღებენ და აქედან
ესენი აგენერირებენ, რაც აი ვერ ხვდები რატომ უნდა დააგენერირო, მაგრამ სავარაუდოდ ადეკვატურ შემთხვევაში კლასიფიკაცია უნდა გავუკეთო აი ბოლო ტოკენის outputs დომეინებსა და ინტენტებზე, იმიტომ რომ ესენიც კატეგორიებია და წინასწარ არის განსაზღვრული. ხოდა ნუ ეს კარგი რატოა? ერთი იმიტომ რომ არ გვიწევს სხვადასხვა მოდელები გქონდეს, მეორე იმიტომ რომ ამ ორ ქვემოცანას შორის დიდი თანაკვეთა არის, ხო? იმიტომ რომ თქვათ იმისთვის რომ ამოიცნო გარკვეული სლოტი მოკლედ ნუ რელევანტურია ორივე, იმიტომ რომ სავარაუდოდ გარკვეული სლოტები მხოლოდ ზოგიერთ ინტენტს მიესაბამება და არა სხვაებს, ხო? ანუ ერთმანეთზე დამოკიდებული არის. შესაბამისად დაეხმარება კიდეც მოდელს ის რომ ერთად გავწვრთნათ რამდენიმე ამოცანაზე. ან ნებისმიერ შემთხვევაში ხალხს მაინც არ შეუშლის. აი, ახლა ხარ აქ. ხო, მოკლედ ამას ვიყენებთ, რომ ეს არის მოკლედ ჩვენი NLD კომპონენტი, ჩათვალეთ, აი ზემოთ რაც ვახსენე, ეს არის ჩვენი კომპონენტი, გადაეცემა ტექსტი, კლასიფიკატორია, თითოეულ ტოკენისთვის გვიბრუნებს თუ არის რომელიმე სლოტის მნიშვნელობა და ასევე გვიბრუნებს intents და domains. ხო. ამავდროულად ვიცით, რომ მოკლედ გვჭირდება ქმედების გაგებაც. ანუ რა ტიპის ქმედება არის, როცა მომხმარებელი მოგწერს, გვინდა რომ გავიგოთ, ხო? იმიტომ რომ მაგ ქმედებას ვინახავთ და არა ტექსტს. ოკეი? ეს ქმედებაც კლასიფიკაციის ამოცანაა რეალურად, იმიტომ რომ წინასწარ გვაქვს ეს დიალოგის ქმედებები განსაზღვრული, შეიძლება იყოს ინფორმაციის მიწოდება, შეიძლება იყოს მოთხოვნა, დამშვიდობება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ამისთვისაც ვქნით კლასიფიკატორს, რომელსაც გადაეცემა მომხმარებლის მიერ შემოსული მესიჯი და აპრედიქტებს კლასს. და ნუ ხშირ შემთხვევაში ამის გაერთიანება შეგვიძლია ხოლმე მოკლედ NLU-სთან რა, იმიტომ რომ ის output-ი, რასაც NLU მოდელი აბრუნებს, საკმარისი და მნიშვნელოვანია, და საკმარისია იმისთვის, რომ თქვა ესეთი ქმედება გავიგოთ. და ხშირად ამას ვაერთიანებთ, რომ ერთიანად გავიგოთ მოკლედ აი ეს ინფორმაცია, რა ქმედებაა, რა სლოტები აქვს და რა ტიპის ფრეიმ შეესაბამება, რომ ეს ერთი მოდელით გავიგოთ ერთდროულად, მოკლედ ეს შეგვიძლია. ხო, და ანუ აქ მოკლედ განსაკუთრებული, განსხვავებული ისინი შეგვიძლია გქონდეს. პრინციპი ეს ქვემოთაც იქნება და მე ვისაუბრებ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში თქვა თუ სისტემამ რამე ვერ გაიგო, დამატებითი წესები შეგვიძლია გქონდეს, რომ თქვა თუ confidence-ი დაბალი აქვს მოდელს, რომ გავამეორებინოთ, ან ისე დავუცვათ კითხვა, რომ რაზეც აქვს, აი თქვა გარკვეული მნიშვნელობა ამოვიგეთ მომხმარებლის ტექსტიდან და ამაზე ოღონდ confidence-ი დაბალი აქვს მოდელს. შეგვიძლია რომ მომდენო კითხვაში რამენაირად ჩავდოთ ისევ ეს ამოღებული ინფორმაცია, რომ თუ არასწორად ამოვიგეთ მომხმარებელს იცოდეს და შეგვისწოროს, ხო? მოკლედ ამის გაკეთებაც შეგვიძლია და ქვემოთ ნახავთ როგორ ვიზამთ. ხო, ეხლა გადავდივართ, ანუ აქამდე რა გავიარეთ, ხო, იყო NLU კომპონენტი ძირითადად, ეხლა გადავდივართ policy-ზე. policy რას აკეთებს მოკლედ? policy-ს იდეალურ შემთხვევაში გადაეცემა მთელი ისტორია დიალოგის ქმედებების, რაც აქამდე იყო და შემდეგ მისი მიზანია რომ დააგენერიროს მომდევნო ქმედება. ხო, აი გადაეცემა წინა მთელი ჩათი ქმედებების სახით და აგენერირებს მომდევნოს, ან უფრო შეგვიძლია გავამარტივოთ, რომ ყველა მთელი დიალოგი რა გადავცეთ და გადავცეთ ბოლო მიწერილი ტექსტი სისტემისა და მომხმარებლის და ასევე გადავცეთ ფრეიმის state-ი. თქვა აი რა მდგომარეობაშია ხა ის ფრეიმი, რომელსაც ვავსებთ, ხო? თქვა რომელი სლოტი აკლია რომ იცოდეს და ასე შემდეგ და მაგის მიხედვით დააგენერიროს მომდევნო, მაგის მიხედვით ამოიცნოს უბრალოდ მომდევნო ქმედება. ხო და
ხოლო დამატებით მექანიზმებიც გვაქვს იმისთვის, რომ შეცდომები არ დაუშვათ, არ გაგვეპაროს ხოლმე. ერთი არის ის, რომ დაზუსტება ვთხოვოთ და მეორე არის ის, რომ მეორე არის ის, რომ ხო, მეორე შემთხვევაში უბრალოდ უარყოფა არის გარკვეული, უბრალოდ აი როცა ვერ გავიგებთ, რომ მაგის თვარობას ვერ გავიგე და სრულად ახლა და რო ვთხოვოთ მოკლედ რა. და როგორ რამდენიმე გზა არის, როგორ შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ. ერთი არის რომ უფრო ცხადად დავაზუსტებინოთ მომხმარებელს და ვთქვათ აი რა მოხდებოდა ფარდის უკან ამ შემთხვევაში, ხო? მომხმარებელი წერს, რომ უბრალოდ ჩვენ წერთ, რომ რომელი ქალაქიდან რო დატოვო, რომელი ქალაქიდან მოდიხარ, ბალტიმორიო და შემდეგ დაუშვათ დაბალი კონფიდენს მივეცით ბალტიმორს, ან თუნდაც არ მივეცით, მაგრამ გვინდა რომ უფრო მეტად ვაზუსტებინოთ მომხმარებელს, რატომღაც გვინდა რომ ესე ვაკეთოთ. შეგვიძლია რომ პირდაპირ ვკითხოთ, რომ გადავამოწმებინოთ ზუსტად იგივე, რომ ესე იგი შენ გინდა რომ დატოვო, ისე წამოხვიდე ბალტიმორიდან. შეგვიძლია რომ უფრო შეპარვით გავაკეთოთ ეს, ანუ უფრო პასიურად. აი მაგალითად, მინდა რომ ბერლინში ვიმოგზაურო და კითხვაშივე ჩავდოთ ის, რომ ბერლინში მოგზაურობაზეა საუბარი, ხო? ანუ რაც მომდენო ეტაპზე გადავდივართ, ანუ ვეკითხებით, როდის გინდა მოგზაურობა, მაგრამ ხას ვუსვამთ ბერლინს მაინც, რომ თუ ბერლინი არ მოუწერია ჩვენს მომხმარებელს, რომ შანსი მივცეთ, რომ ანუ არა პირდაპირ დავაზუსტებინოთ მაინც რა, რომ ბერლინზეა საუბარი და არა სხვა ქალაქზე. ოკეი? და ნუ თქვა ამით შეცდომები უფრო ნაკლებად გაიპარება. ხო. და ნუ მოკლედ ესე ცხადად როცა ვეკითხებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიზუსტე გვაქვს ამით, მაგრამ შედარებით არაკომფორტულს ხვდით საუბარს ამით მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ თქვა აი ამ შემთხვევაში როცა პირდაპირ პასუხობ ქალაქს, რატომ უნდა გეკითხებოდეს და კიდე რატომ უნდა გამოწვევინებდეს ქალაქს, ხო? ხო და გარკვეულ შემთხვევებში ისიც უნდა შეეძლოს ჩვენს ასისტენტს, რომ უთხრას, რომ ვერ გავიგე რა მითხარი, რომ არასწორად არ შეავსოს. ოკეი? და მოკლედ ამ ყველაფერს როგორ დავნერგავდით ახლა ჩვენს ასისტენტში, რომ დავუშვათ თითოეულ შემთხვევაში ხო გვაქვს დავუშვათ საუბარია სლოტზე ან ინთენზე ხო არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა, თითოეულისთვის ხო კლასიფიკაციის ამოცანა, შესაბამისად გვაქვს გარკვეული ქულა, ალბათობა, რასაც მოდელი ანიჭებს მაგ კონკრეტულ კლასს, როცა ვირჩევთ, ხო? შეგვეძლო რომ წინასწარ გავუწეროთ გარკვეული ალბათობები, threshold-ი და თითოეული შემთხვევისთვის, თქვა თუ ძალიან დაბალი არის ალბათობა მაგ ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე კლასისთვის, პირდაპირ დავარეჯექტოთ და უთხრათ, რომ ვერ გავიგე რას მეუბნები, ახლა მითხარე. თუ ოდნავ მაღალი არის, და ნუ ამ რიცხვებს ისევ ჩვენით ვიფიქრებთ, ხო? თუ ოდნავ მაღალი არის, თუმცა არც საკმარისად მაღალი, მაშინ ცოტა ვცდილობთ რომ დავაზუსტებინოთ, თუმცა ცხადად ვცდილობთ რომ დავაზუსტებინოთ. თუ ამაზე ოდნავ მაღალი არის, მაშინ შეიძლება გვინდოდეს რომ შეფარვით არაპირდაპირ დავაზუსტებინოთ, ხო? ასე კითხვა დაუსვათ სხვა სლოტზე, მაგრამ ისიც გავდოთ ის value, რასაც არ ვართ დარწმუნებული და თქვა თუ confidence მაღალი არის, გარკვეულ threshold-ზე მაღალი არის, საერთოდ აღარ შევმოწმევინებ, ხო? მოკლედ ეს დამატებითი ლოგიკაა, რომელიც შეგვიძლია ჩავდოთ ამ policy-ის შედგენის დროს. რაც შეეხება ხო, და მოკლედ ნუ ეგ არის policy რა. რამენა ეხა აქ დეტალები არ გვაქვს მოცემული, როგორ შეგვიძლია რომ ეს state-ი წარმოვადგინოთ, ხო? მაგრამ თქვა ერთ ყველაზე პრიმიტიულ ვარიანტში რას ვიზამდით, რომ გვექნებოდა ერთი დიდი input-ი, რასაც transformers გადავცემთ. და რამენაირად წარმოადგენთ თითოეულ
ქმედებას და მის ინფორმაციას, ამას გავაერთიანებდით და ესე გადავცემდით ტრანსფორმერს, რომელიც შემდეგ აკეთებს კლასიფიკაციას მომდევნო ქმედებაზე მაგალითად. ესენი მიხეთ. ეხლა რაც შეეხება ტექსტის დაგენერირებას, დაუშვათ რომ პოლისიმ დაგვიბრუნა მომდევნო ქმედება, ეხლა გვინდა რომ ტექსტური სახით ჩამოვაყალიბოთ, რომ გადავცეთ მომხმარებელს. ხო. კაი. და ამას როგორ ვაკეთებთ? აი დაუშვათ ჩვენი პოლისი ამას გვეუბნება, ხო, ამ ინფორმაციას გვაწვდის. რეკომენდაცია გავუკეთე, რესტორნის სახელს გვეუბნება უბანს და გვეუბნება ტიპს, სამზარეულოს ტიპს. ჩვენი NLG კომპონენტის მიზანია, რომ ეს რამენერად ტექსტური სახით გადაიტანოს. და ნუ აქ ხედავთ ხა რამდენიმე ვარიანტს როგორ გადაიტანდა, ხო, რომ ეს რესტორანი არის ამ ადგილზე და აქვთ ასეთი სამზარეულო. ხო და როგორც წინა შემთხვევაში შეგვიძლია რომ უკვე წინასწარ განსაზღვრული შაბლონები გქონდეს, რომელშიც ჩავსვამდით მე კონკრეტულ სახელებს, ხო, რაც რესტორნის სახელს, უბანს და ასე შემდეგ. ან მეორე ვარიანტია, თუ გვინდა რომ უფრო მრავალფეროვნად საუბრობდეს ჩვენი ასისტენტი, რომ ამაზეც მოდელი გავწვრთნათ. თუმცა მოდელი რო გავწვრთნოთ, აქ ასეთ ერთ-ერთ ხერხს იყენებენ დელექსიკალიზაციას. რათა თქვათ თუ ნაკლები მონაცემი გაქვს და წინ მონაცემთან გაქვს საქმე, რომ უფრო ეფექტურად გაწვრთნა მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ტექსტში იმის მაგივრად, რომ კონკრეტული სახელები გქონდეს, როგორც არის რესტორნის სახელი, უბანი ასე შემდეგ, ვანაცვლებთ კატეგორიით. ხო და აი ამას დავაგენერირებინებთ, ამაზე გავწვრთნით და მე უბრალოდ ჩავსვავთ სწორ სახელს. ხო, აი მაგალითისთვის, ხო? ასეთ ენკოდერ-დეკოდერ არქიტექტურას გავწვრთნით მაგალითად, რომელსაც გადაეცემა ქმედება, გადაეცემა სლოტი, მისი ისა მნიშვნელობა, სლოტის მნიშვნელობა, მომდევნო სლოტი, სლოტის მნიშვნელობა და შემდეგ გვაქვს დეკოდერ კომპონენტი, რომელიც აგენერირებს ტექსტს. თუმცა იმის მაგივრად, რომ კონკრეტული სახელები გამოიყენოს, აქვს რაღაც გარკვეული ზოგადი placeholder-ი თითოეული სიტყვისთვის, რომელსაც იყენებს და შემდეგ უკვე გვიან ჩავანაცვლებთ რესტორნის სახელს მაგალითად ნამდვილი სახელით, ხო, რაც შაბლონს დაგვიბრუნებს ტექსტს და ამ შაბლონში ჩავანაცვლებთ სახელს რესტორნის სახელით. ოკეი. ანუ ეს იყო ძირითადი ნაწილი, ოდნავ ვისაუბრებ ასევე ხა ევალუაციაზე, რამე კითხვები ხო არ გაქვთ ეს გესმით, ახლა რასაც გავდივართ თუ როგორ რას ფიქრობთ? ანუ ერთი მაინტერესებს, ამას დღეს იყენებენ ინდუსტრიაში? კი. აი მე პირადად მუშაობდი კომპანიაში, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ILM-ებამდე, რომელიც აი ზუსტად ამას აკეთებს რეალურად. რას აქვია კომპანიას? შეიძლება დავუყუროთ ეს. და ამისი მუღამი ის არის, რომ რავი, რესურსებს ზოგავენ მაგალითად, თუ ამის მუღამი ის არის, რომ მეტი კონტროლი გაქვს სისტემაზე რა. ეგ LLM-თან ეხლაც არის მეტნაკლებად ეგ პრობლემა, რომ თლად კარგი კონტროლი არ გაქვს და არ იცი რას დააბრუნებს და აქ როგორც ხედავ, ყველა ფერზე გაქვს კონტროლი, ხო, რაც მოკლედ ბევრად მოდულარული არქიტექტურაა, ხო, და ასევე იცი როგორ გაუმჯობესო. იმიტომ რომ თქვათ შეგიძლია ევალუაციაზეც გადავალ, მაგრამ ევალუაციის დროს შეხედო კარგად რა კომპონენტს უჭირს და ის კომპონენტი გაუმჯობესო მაგალითად რა. და იცი რომ რაღაც სისულელეს არ უპასუხებს, იმიტომ რომ
NLG-ს კომპონენტზე სრული კონტროლი გაქვს, როცა LLM-თან LLM-ს როცა იყენებთ არის მოკლედ რას მიწერს და თქვა დიდ კომპანიებს, დიდ ორგანიზაციებს ხშირად არ უღირთ იმაგის გარისკვა, რომ რაღაცა უაზრობა მიწერონ თავიანთ მომხმარებლებს. თუმცა დღეს ნაკლებად არის ახლა ეგ პრობლემა და LLM-ების ახლა რასამაც ხოლმე შორის დანერგა LLM-ები რა, უკვე ამ მიმართულებითაც ინერგება. თუმცა მთავარი უპირატესობა ეგ არის, ხო, რომ მეტად მოდულარულია და მეტი კონტროლი გაქვს. და ასევე რისთვისაც გჭირდება რაც გჭირდება იმას ქმნი რა, რაღაცა კონკრეტული ამოცანის გადაჭრა გჭირდება და მაგისთვის ქმნი მოდელს, რომელსაც ეგ შეუძლია და არა და არ იყენებ მოდელს, რომელსაც ბევრად მეტი რამ შეუძლია კიდე. ხო. იმიტომ რომ მაგას ისიც მოყვება, რომ ძირითადად ეგ მოდელები დიდია, უფრო ძვირია გამოყენება. რაც შეიძლება არ გიგერდეს, როცა ასეთი მოდელები ბევრად მსუბუქია. მადლობა. მაშინ სანამ ევოლუციაზე გადავალთ, თქვენ თუ გაქვთ იდეები ასეთ სისტემას, როგორ გავუკეთებდით ევოლუციას? რას გავზომავდით, თქვათ. როგორ გავიგებდით? კარგად მუშაობს თუ არა? ხო, ერთ-ერთი გზა როგორ ანუ კონტროლი რო შეგვიძლია ხო რაღაც წესებს უწესებთ და ჩვენი მერე დეკოდერის მიერ დაბრუნებული ისინი თუ იმ წესების ჭრილში ჯდება, მაშინ კარგია თუ არა და არა. ამით. მეტნაკლებად, მოკლედ. ხო, ეს ხო არის ამოცანაზე ორიენტირებული ჩატბოტი. ყველაზე მარტივი გზა რეალურად როგორც შეგვიძლია რომ გავზომოთ, არის ის რომ ნახოთ რამდენად ასრულებს იმ ამოცანას, რასაც ვაძლევთ, ხო? შეგვიძლია წინასწარ ხო, გავზომოთ უბრალოდ, აი ვთქვათ, თუ ამოცანა არის ფრენის შევსება, დავსვათ ხალხი და იმას ვქნათ, რა ქვია. ნახოთ რამდენად გაუმარტივდებათ, რომ ეს ფრენა დაჯავშნოს. ერთი არის ეგ ვარიანტი, ან თქვათ უკეთესი ვარიანტი არ მოგიქრდება ახლა, მაგრამ ყველაზე მარტივი ვარიანტი არის, რომ უბრალოდ task success გავიგოთ. და ხშირ შემთხვევაში თქვათ ამის გაგება ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ მაშინ ადამიანური რესურსი ჭირდება. მეორე რამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის შემდეგი, რომ როგორც გითხარით, თითოეული დიალოგი გადადის საბოლოოდ მე მაინც დიალოგის ქმედებებში, ხო? და შეგვიძლია რომ წინასწარ დავწეროთ ასეთი დიალოგები ჩვენი თვე და თითოეული დიალოგისთვის ვნახოთ შემდეგ უკვე, რომ აი თქვათ როცა მომხმარებლის მიერ შემოსული ინფორმაცია, თქვათ თითოეული კომპონენტი გავზომოთ, ხო? პირველ რიგში NLU რამდენად ამოიცნობს tasks, რამდენად ამოიცნობს slots, რამდენად სწორად არის ამოცნობილი ქმედება. მე აქედან გამომდინარე ჩვენი policy აგენერირებს თუ არა conf requests. შემდეგ უკვე აი ეს ორი ნაწილი გადავცეთ უკვე თქვათ დაუშვათ რომ ჩვენმა სისტემამ ეს დააგენერირა და შემდეგ მომდევნო utterance, მომდევნო message-ი შემოდის, აქედან გამომდინარე გავზომოთ ისევ იგივე კომპონენტები და ასე შემდეგ. ანუ თითოეული კომპონენტი შეგვიძლია რომ გავზომოთ იმის მიხედვით, რასაც ასრულებენ, ხო? და ესენი შეგვიძლია რომ წინასწარ ჩვენით დიალოგები ჩვენით გავწეროთ და ხელით დავუწეროთ, თქვათ test set-ი შევქმნათ ესე რომ ხელით დავუწეროთ ჩვენით რა სლოტები, რა ინტენტები უნდა ამოეღო ამ დიალოგის შემთხვევაში. ეს დიალოგი რო ქონოდა და მაგას გავზომავდით რა. ეს აიგეთ იმედია ხო? აი თქვათ თავიდან შემოვიდა ესეთი ტექსტი, გავზომავდით NLU-ს რამდენად სწორად იცნობს intents, slot-ებს ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა წინასწარ გვაქვს განსაზღვრული. შემდეგ ნახავდით იმავეს ამ შემთხვევაში,
ნახავდით იმავეს ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ესე შეგვიძლია რომ რამენაირად რიცხობრივი გავხადოთ ჩვენი მოდელების შეფასება. ხო, აი ერთ-ერთი მაგალითი ამოცემულია, თქვა თუ ვიცით რომ ასეთი ტექსტი გადმოგვეცა, რომელიც შეიცავს 3 სლოტს, ადამიანს, დროს და ოთახს, გავზომავდით რამდენი ამოიცნოს სწორად აქედან. თუმცა ბევრი თვისებრივი ევოლუცია შეგვიძლია გქონდეს ამ შემთხვევაში, როგორიც არის და ნუ ამ შემთხვევაში ადამიანები გჭირდება, რომ კონდეთ კომუნიკაცია და რეალური ინტერაქცია ამ სისტემასთან და გითხრან როგორ რამდენად მარტივი იყო მათთვის მუშაობა. ხო, რამდენად მოგვიყვება სხვადასხვა ველები არის აქ რა. ოკეი. ხო და ეხა პრაქტიკული მაგალითი არ მომიმზადებია, იმიტომ რომ ეს სისტემები ეხა ჩვენ კი ზოგადად მომიხილეთ, მაგრამ ეგეთი მარტივები არ არის. ანუ რეალურად იმპლემენტაციას როცა ეხება საქმე, ესე მარტივი გასარჩევი არ არის და ვერც ვნახე ვერსად უკვე არსებული. ან ძალიან მარტივები იყო, რომლის განხილვასაც აზრი არ აქვს, ან თქვა და ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის ის კომპანია, რასაც ქონდა საუბარი, რომელიც ეს არის ფრეიმვორკი იმისა, რომ აი ესეთი ტიპის ამოცანაზე ორიენტირებული ასისტენტების შექმნა შენთვის როგორიც გინდა რა. ხო და შეგიძლიათ ამაში ჩაიხედოთ ბევრი ტუტორიალიც აქვს და ვიდეოებიც, სადაც ხსნიან როგორ რა მუშაობს და მაგალითებიც აქვს. უბრალოდ ნუ კოდს ესე მარტივად ვერ ჩავხედავთ, იმიტომ რომ ბევრად კომპლექსური კოდია ეხლა რომ ჩვენ ლექციაზე გავარჩიოთ. ხო და სხვა არ არის, ეს არის ყველაზე ცნობილი, სხვა არ ვიცი რა გითხრათ. ოლიმპიადაზე ამ თემაზე რა შეიძლება რომ მოვიდეს, რაც ის დაწერა შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს. იმიტომ რომ რო ვაკვირდები, არ ვაფიქრე ამასეთი რა. იცი რა, შეიძლება მოგიწიოთ რომ ძალიან მარტივი ფორმის ასისტენტი დაწეროთ ესეთი, რატო არა. მაგრამ ეთქვათ გითხრან რომ რა ყველაზე მარტივი რა იქნება. ხაი თუნდაც ამ ფრენის დაჯავშნა, ან რაღაცის გაგების ასისტენტი, ან კალკულატორის ასისტენტი დაწერო, ან რამე მსგავსი, სადაც და გითხრან რომ ხო, ნუ პრინციპში არაფერს თუ არ მოგცემენ, მოგიწევთ რომ ესე წესებზე დაფუძნებით დაწეროთ, ხო? და მოგიწევთ რომ თქვათ გარკვეული პრიმიტიული NLU შექმნათ, რომელიც ამოიღებს ექსტრაქციას გაუკეთებს ჩვენ რა ამოცანაც კიდე რომ გადააჭრევინო მოხარებაც მაგას. და ასე შემდეგ. და მე ინახავ ინფორმაციას მომდენო ქმედებას მაგის მიხედვით არჩევ, თქვა რა გაკლია, რა ინფორმაცია გაკლია, რომ მაგაზე დავუსვა კითხვა და მე თუ შეგროვდა, მე ასრულებ ინფორმაციას და ეგ გამოგაქ. სხვა ერთს მე ვხვდები მართალი გითხრათ. მე საერთოდ ძალიან არ ვიცი ნახე გაქვთ თუ არა ეგ სილაბუსი. ძალიან ზოგადი და რელევანტური თემებია და მე უცებ არის ეს NLP based chatbot-ები, რომელიც არ ვიცი რაღაც ცოტა უადგილო ჩანდა იმაში. ეს რა არის? Okay, intended action slot filling. ნუ ხო თაბა ამოცანა. ეს neo ის ამოცანა. სად არის ამოცანა ახლა? ის baseline-ში წერია. code-ში უნდა გადახვიდე. code-ში არის baseline და მანდ. ნახო თაბა. ეს რუსეთის რა ხო? იმაგათია მაინც. და რა გადმოგვეცემა ხა ჩვენ პოსტა ცალკეული მესეჯები გვაქვს თუ მთელი დიალოგი. აი მოდი ახლა გავყვეთ მაშინ ცოტა ხანი და მე ბატონო ესე გვინდა რომ ინტენტი და სლოტები ამოვიღოთ. რო გააზიაროთ ეკრანი თუ შეიძლება.
ვერ ხედა, უი. მეგონა სრული ეკრანი მქონდა. თქვენ რასაც ვერ დაინახავდეთ მაშინ. ხო. აი. ხო, ეს არის ის ბიბლიოთეკა, რასაც გითხარით, ეს კომპანია თქვა. ეს არის ის library, რომელსაც შეგიძლიათ თქვენივე task oriented ასისტენტები შექმნათ. ხო და ვნახულობთ ახლა ამას. გვაქვს ესე იგი intent-ის კლასიფიკაცია გვაქვს, slot filling-ი გვაქვს. ასეთი და ასეთი გვაქვს მოცემული, რომ პარალელური კორპუსი გვაქვს, რატომ? აი, ესე იგი თითოეულ მაგალითში გვაქვს მოცემული intent-ის კლასიფიკაციის და slot filling-ის task-ი. ხო, მოკლედ ტექსტი გვაქვს მოცემული, არ ვიცი სწორად გავიგე, მაგრამ ორი ენა რატოა მაგას ვხვდები. ტექსტი გვაქვს მოცემული და უნდა ამოვიცნოთ intent-ი და slot-ები. ეგ არის მთელი task-ი ამის. რაც ანუ შეიძლება იყოს, მაგრამ ამას ასისტენტს ვერ დაარქვევ, იმიტომ რომ რაც თითქოს ქვე კომპონენტი არის ასისტენტის, ხო, როგორც ნახეთ, ენერგი კომპონენტი არის. ხო, ასეთი რაღაცა შეიძლება მოგიწიოთ. დასამტით. ხო, ანუ end to end მაინც არ მოვა და რომელიმე ერთი კომპონენტის ის იქნება დიდი ალბათობით რა. ნუ არ გამოვრიცხავდი რომ end to end-იც მოვიდეს. არა, წესით end to end-ი არ უნდა მოვიდეს არც ერთ შემთხვევაში. end to end-ში რას გულისხმობ? აი თავიდან ბოლომდე რომ დავწეროთ ხელით კოდი. და არ გონია რომ თქვა ესეთი მარტივი სისტემა დაგაწერინო? ხო, შეიძლება თვითონ დაწერილი სისტემა მოიტანონ და რაღაც კონდეს შესაძლებელი ან ის description-ები რო იყო იქ კონდეს რაც უკეთესი ხერხით მოსაფიქრებელი. იმიტომ რომ ძირითადად ამ UI სამოცანებში საერთოდ არ იყო end to end. ოკეი. შეიძლება კიდე რა დრო გაქვს თითოეული ამოცანისთვის? 1 საათი. აი 1 საათისთვის სავარაუდოდ არ იქნება მაშინ. მაგრამ ხო ანუ ეს ამის გაზრება მაინც გჭირდებათ რომ შეიძლება მართლა ეგრე იყოს რომ მოგცენ უკვე გარკვეული კოდი და რომელიმე კომპონენტის შეცვლა ან ოპტიმიზება ან ვაფშე დაწერა გიწევდეთ რომელიმე კომპონენტის. აი მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა. მეტი არ ვიცი. ხო, სულ ეგ არის მოკლედ ამოდელი ლექცია. რამე ხო, მეტი კითხვა თუ გაქვთ რამე შეგვიძლია ვისაუბროთ რამე კითხვა თუ არა და დაგემშვიდობებით. კაი, მაშინ აბა კარგად და წარმატებით. დიდი მადლობა. მადლობა დიდი და ნახვამდის. დროებით, მადლობა. ნახვამდის.